საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს მე-6 საავტორო სკოლის ბუღალტერმა, რომელსაც სუდომა ჰქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც არსებობდა შპს მე-6 საავტორო სკოლის კუთვნილი თანხები, სკოლის საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით ხელფასი და ხელფასის ავანსი სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე დიდი ოდენობით 2.161.806 ლარი გადარიცხა, რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო. დაკავებულის ქმედების შედეგად მე-6 საავტორო სკოლას დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახით და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.